დღეს გასწავლით როგორ მოამზადოთ ძალიან მარტივი და ძალიან გემრიელი პიცა. ამ პიცის გასაკეთებლად დაგჭირდებათ სულ რაღაც 4 ინგრედიენტი. ბებოს ლავაში, ნებისმიერი გემრიელი ძეხვი, ნებისმიერი გემრიელი წელვადი ყველი და რა თქმა უნდა პომიდორის საწებელი. ხოლო პომიდორის საწებელი თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ კეჩუპი. პირველი რაც უნდა ავიღოთ, უნდა გამოიყენოთ ესეთი პერგამენტის მრგვალი ქაღალდი. ბებოს ლავაში ჩავაგდებთ ამ მრგვალ პერგამენტის ქაღალდში. შემდეგ მოვასხით პომიდორის საწებელი ან კეჩუპი, გადავანაწილოთ პომიდორის საწებელი. დავალაგოთ ძეხვი როგორც ჩვენ გულს გაუხარდება. რაც შეიძლება ბევრი ყველი. ისევ დავაფინოთ ბებოს ლავაში. იგივე პრინციპით პომიდორის საწებელი. ისევ და ისევ ბევრი ყველი. და რა თქმა უნდა ბევრი ძეხვი. ახლა შევდოთ ეს უმარტივესი პიცა ღუმელში, ცოტა ხანი გამოვაცხოთ და შემდეგ გავასინჯოთ გიორგის და ნახოთ როგორი გამოვა. გიო, მიდი ახლა გასინჯე და გითხარი როგორი გამომივიდა. თუ მოვიწამლე მე ნახე ქრისტი შენ. შენ არ სინჯაო? არა, მე ძალიან. გასინჯე შენი ჭირმე, მე მარტო არ გავსინჯო. არა, რატომ მე ნაჭამი ვარ. გასინჯე. იცის რა გითხრა ქრისტი, მაგრამ გემრიელი არის ძალიან. სადეთ ხალხო უეჭველი ეს სახში აუცილებლად გემრიელი გამოვა.